მოგესალმებით, თითოეულ კეთებას უღმესი მადლობა იმის, რომ გამოდიოდნენ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ განვახლე მუშაობა, შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ, WhatsApp-ზე დამიკავშირდეთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება. ეს იქნება დიაგნოსტიკა, ეს შეიძლება იყოს თქვენთვის ამულეტების დამზადება, სანთლების დამზადება და რა თქმა უნდა, რიტუალები. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ხო, ანუ რა ცვლილებები იქნება უახლოესი, თვის ერთი თვის, ვისთვის სამი თვის, მოდით თარიღი ან პერიოდი თქვენთვის აიღეთ, თქვენთვის აირჩიეთ და ვნახოთ რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. და ვარიანტი გავაკეთეთ ორი, იმიტომ რომ ხშირად მხოლოდ ერთი ვარიანტით რთულია ხოლმე, ყველასთვის ვერ რეზონირდება და აქედან გამომდინარე გავაკეთეთ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს ყვითელი, მეორე ვარიანტი იყოს წითელი. მეტია აირჩიეთ ან დააპაუზეთ და აირჩიეთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ყვითელი. და ვნახოთ. ამ ეტაპზე რა ხდება, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენია გაშლა. რა ხდება? ამიტომ ძალიან ესე ვთქვი, ბევრი ინფორმაცია მოვიდა თქვენთან ერთდროულად, შეიძლება ითქვას, ვიღაცა სწავლობს, ვიღაცა ეცნობა ახალ მდგომარეობას, ხო, განახლება არის თქვენთან დაწყებული, ესე ვიტყოდი. ვიღაცა შეიძლება რაღაცა სიახლეების კუთხით ახალი წამოწყება. მეორე მომენტი რა არის იცით, აი რა ხდება ახლა ამ ეტაპზე, მე ესე ვიტყვი, რომ თქვენ გაიაზრეთ და გაანალიზეთ ის მომენტი, რომ რაც კი შეიძლება თქვენს გარშემო ხდებოდეს, ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული, ხო, ანუ ის როგორც გინდათ რომ იყოს, ეს არის თქვენზე დამოკიდებული. და რა კუთხით? კარგია, ანუ კარგი ხდება ეს თქვენი დამსახურება, ცუდი ხდება ესე თქვენი დამსახურება, იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ, თქვენი ინტუიცია რო გეუბნებოდათ, რომ რაღაცა არ გეკეთებინათ, ან უბრალოდ რაღაცისთვის მიგექციეთ ყურადღება და არ მიაქციეთ, შემდეგ მიიღეთ, თქვათ, რაღაცა იმედგაცრუება და მიხვდით, რომ ესეც თქვენი ბრალია, ხო? ამ ეტაპზე გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი რესურსის მატარებელი ხართ, მაქსიმალური გახსნილობა გაქვთ სამყაროსგან, შეგიძლიათ ძალიან დიდი თავდაჯერებულიც იყოთ, წარმატებულიც იყოთ და ზუსტად ის პერიოდი გიდგათ, როდესაც ადამიანმა შეიძლება ყველა კუთხით მიიღოს თავისთვის სასურველი პოზიცია, ხო? აქ ვიღაცისთვის შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რომ ცოტა როგორ ვთქვათ, ნახეთ, ჯერ კიდევ არ მიუხედავთ იმისა, რომ ბევრ რამეში ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ შეგიძლიათ და თქვენ ხართ ყველაფრის სათავე, ჯერჯერობით მაინც რატომღაც იკავებთ თავს კონკრეტული ქმედებებისგან, ხო, კონკრეტული მოძრაობისგან, ხო, აი თქვათ, თქვენ ფიქრობთ, რომ აი ფინანსური რესურსი არის თქვენთვის პრობლემა, ხო? ხვდებით, რომ თუ თქვენ დაიწყოთ მოქმედებას, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რატომღაც ჯერჯერობით მაინც აი არ დგავთ ნაბიჯს. თქვათ, პირად სიტუაციაში, ურთიერთობაში გაქვთ ხო რაღაც ისეთი მომენტი. ხვდებით, რომ თქვენზეა დამოკიდებული, ან თქვენ როგორც მიიღებთ გადაწყვეტილებას და რასაც გადაწყვეტავთ, აი ზუსტად ისე დაალაგდება, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ჯერ კიდევ ერიდებით და ელოდებით. კარგით? ნახოთ, რა შემოდის თქვენთან, ესე ვთქვათ, აი ზუსტად ის მომენტი შემოდის თქვენთან, რომ თქვენ დაასრულებთ უმოქმედობას, ესე ვთქვათ, თქვენ დაასრულებთ იმ სიტუაციას, სადაც გაჩერებული გაქვთ მდგომარეობა, ხო, ანუ უკვე მიხვდებით, რომ უნდა დაიწყოთ, უნდა გააგრძელოთ, უნდა იმოქმედოთ და წინ წახვიდეთ, ხო? ანუ თქვენთან დასრულდება ეს რაღაცა უმოქმედობის პერიოდი და მაქსიმალურად ეცდებით, რომ წინ წახვიდეთ, ხო? რაღაცებს კიდევ ერთხელ გადააბაზებთ, კიდევ ერთხელ მოიტოვებთ უკან, ესე ვთქვათ, და იწყებთ უკვე
განახლებული ენერგიებით, განახლებული მიზნებით, განახლებული სურვილებით, წინსვლას, წინსწრაფვას, თქვენი წარმატებისთვის, ესე ვთქვათ, ხომ? გამოდიხართ იმ ილუზიებიდან და თქვენ ცხოვრებაში შემოდის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა საბოლოო ჯამში აირჩია თავისი არჩევანი, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის არის სწორი, ხომ, ასე რა ვთქვათ. მე აქ ვიტყოდი, რომ ვიღაცისთვის შეიძლება ითქვას, რომ თუ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის პირველი ვარიანტისთვის, ანუ აქ ესე ვიტყვი, რომ თუ რაღაცა შვილთან მიმართებაში პრობლემა იყო ან რაღაცა მსგავსი მომენტები, მე გეტყვით, რომ აქ მოვიდა დრო, რომ მიიღოთ ეს საჩუქარი სამყაროსგან. ბევრისთვის იქნება ის მომენტიც, რომ პირადი ურთიერთობები დაგილაგდებათ და დაგილაგდებათ იმ დონეზე, რომ თქვენი ოჯახური სიმყუდროვე და ესე ვთქვათ, ოჯახი შექმნასაც შეძლებთ, იმიტომ რომ აქ ვიღაცებისთვის იქნება ხელისთხოვაც და გეტყვით იმას, რომ ფინანსური კუთხითაც საკმაოდ ისეთი სტაბილური პერიოდი შემოდის. მე ესე გეტყოდით, რომ პირველ ვარიანტს სამყარო აძლევს რესურსს, სამყარო აძლევს შანსს იმისას, რომ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, გამოიყენოს თავისი მაქსიმალური, ესე ვთქვათ, ჩართულობა და აი ამ ჩართულობის შედეგად იქნება დაალაგებული ყველაფერი. ხო, აი დაასრულეთ უმოქმედობა, დაასრულეთ ჩაძიება, უკვე იცით, სად გაქვთ შეცდომა დაშვებული, სად სწორედ მოიქეცით, სად რა გაქვთ გასაკეთებელი, ასე რომ მიყევით თქვენს კურსს, იმიტომ რომ სწორი კურსი გაქვთ აღებული და ეს კურსი მიგიყვანთ საბოლოო ჯამში მატერიალური კუთხითაც დაალაგებაზე და პირადი ურთიერთობების დაალაგებასთან მიმართებაშიც. მოგეთ აი ეს შემოდის პირველი ვარიანტისთვის. შვენიერი, საკმაოდ საინტერესო ეტაპი შემოდის თქვენთვის ცხოვრების და მეორე ვარიანტი ვინც აერჩია, მოდით ვნახოთ რა ხდება ახლა ამ ეტაპზე თქვენთან. რა სიტუაცია გაქვთ? მეორე ვარიანტი რაღაცა ძალიან კამათის მდგომარეობაში არის, ესე ვთქვათ, საკუთარ თავთან ბრძოლის მდგომარეობა შეიძლება გქონდეს, რაღაცა გადაფასების მომენტი, შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები გქონდეთ გარემოებასთან მიმართებაში, თანამშრომლებთან გქონდეთ პირად ურთიერთობაში, ანუ სამწუხაროდ მეორე ვარიანტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის რაღაცა თავდაცვად, ბრძოლა, იმედგაცრუება, ტკივილი, ანუ თითქოს ისეთი მომენტი არის, აი სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ცოტა ესე ვთქვათ, არეული აქვს, ხო? აი რაღაცა ყველა ასპექტში ცოტა არეული მდგომარეობა არის, ხო? რაღაცა ფლად დაალაგებული ენერგიები ნამდვილად არ არის. აქ აი ბრძოლის ველზე ხართო, ესე შეიძლება ითქვას, აი უბრალოდ მინდა მოვატყვი, მაგრამ აი ეს არის რაღაცაც ქვია ბრძოლის ველზე ყოფნა ადამიანი, სადაც აი თითქოს ადამიანი ცდილობს ანუ გადარჩენას საკუთარი თავის, ესე ვთქვათ. კარგით, ნახოთ აბა რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. მიხვდებით, რომ მართლაც ისეთი სიტუაციაც არ არის, როგორც თქვენ გქონიათ. განთავისუფლდებით რაღაცა პატარ-პატარა პრობლემებისგან, ესე ვთქვათ, რომ სხვა რაკურსით შეხედავთ თქვენ ცხოვრებაში სირთულეებს, ამაში სამყაროს გეხმარება, თითქოს აქ დასრულდა ციკლი და ნახეთ, თუ კი რამე შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო, ყველაფერი მოხდა, დასრულდა ციკლი და ახალ განახლებას გთავაზობთ, ხო სამყარო. მე აქ გეტყოდით იმას, რომ კიდევ გაქვთ ერთადერთი ის მომენტი, რომ თქვენ თვითონაც თითქოს არ უშვებთ ან ნახეთ როგორი მომენტი არის, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ აი ამდენი სირთულიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ ნუ აი ყველაფერი სუდათ არის, ყველაფერი აირია
და ძალიან რთულია ამ ყველაფრიდან გამოსვლა, ამ ყველაფრიდან დალაგება, თქვათ, ხო, იქ პირადი ურთიერთობაც არეული მაქვს, იქ ფინანსური კუთხეც არეული მაქვს, იქ რაღაცა ჯანმრთელობის მომენტით შეიძლება იყოს, ხო, რაღაცა ნერვიული მდგომარეობები და თითქოს აი იმედგაცრუებული კი ხართ, მაგრამ ნახეთ, სამყარო გეუბნებათ, რომ დასრულდა ეს ციკლი, გამოდი და გამოიფხიზლე საკუთარი თავით, თუნდაც, ხო, იმიტომ რომ გაძლევ გიხსნი გზას და უბრალოდ დაინახე ყველაფერი სხვაგვარად. თქვენთან სიტუაციაში მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ დაიწყებთ საკუთარი თავის სიყვარულს, ესე ვთქვათ, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას, განახლებას, უბრალოდ პატივისცემის და გეტყვით იმას, რომ თქვენს ცხოვრებაშიც შემოვა ადამიანი, რომელიც დაგანახებთ და გაჩვენებთ იმ სიტუაციას, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი დალაგებადი არის, ანუ ადამიანი შემოვა, რომელიც მოგეხმარებათ თქვენი რაღაცა მიჯაჭვულობები, თქვენი რაღაცა პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ ხომ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენთვის გულწრფელი და რომელიც ეცდება, რომ შეგივსოთ ის დახარჯული ემოცია და ენერგია, რაც თქვათ ამ პერიოდში გქონდათ, ხო, რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია, ხო, ანუ ესე ვთქვათ, თქვენი რწმენა სამყაროს მიმართ გაგიძლიეროთ, თქვენი რწმენა საკუთარი თავის მიმართ გაგიძლიეროთ და დაგანახოთ, რომ ცხოვრება ძალიან ლამაზია, ძალიან საინტერესო არის და ყველაფერი შეიძლება იქნას დალაგებული, ხო? ნუ ახლა ესე ვთქვათ, ადამიანი შემოდის სიყვარულისთვის და არა მარტო სიყვარულისთვის, ადამიანი შემოდის თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და თქვენი შინაგანი სიმშვიდის და ბალანსის მონიჭებისთვის, ესე რომ ვთქვათ. მოგეთ ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტის მდგომარეობა. მე გისურვებთ ორივე ვარიანტს ბედნიერებას, სიყვარულს, წარმატებას, ყველა იმ ასპექტში, რაც გჭირდებათ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის და შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში მითითებულ ნომერზე, რომელსაც მივუთითებ აუცილებლად ვიდეოს ქვემოთ და გეტყვით ნომერი არის 551 215 008. კიდევ ერთხელ წარმატებებით და დროებით.